თბილისის ზღვაზე ჟურნალ სამყაროს გარეკნისთვის ფოტოსესია გაიმართა. ჟურნალის სამყარო აშუქებს საინტერესო ადამიანებს და აძლევს შესაძლებლობას მათ თვითგამოხატვის. ჟურნალი გამოიცემა ქართულ და ინგლისურ ენაზე, რაც საშუალებას აძლევს უცხოელებს გაეცნონ ქართულ კულტურასა და საინტერესო ადამიანებს. როგორც ჟურნალის სამყაროს დამფუძნებელმა თამთა ბანძელაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ფოტოსესიის მიზანი იყო გარეკნისთვის შეერჩიათ ფოტო, რომელიც გამოხატავდა ზაფხულის თემატიკას. დღეს მიმდინარეობს ჟურნალის სამყაროს ზაფხულის გარეკანის გადაღება. იდეაში გვაქვს უნდა განვახორციელოთ და გამოვხატოთ ერთი ფოტოთი ზაფხულის მთელი შემადგენელი კომპონენტები. ანუ ზაფხული ჩემთვის ასოცირდება ზესთან, ზღვასთან, სიცოცხლესთან და რაღაც ახალის დასაწყისთან. ულამაზესი თაყვანაჩქერია, რომელიც იქნა შერჩეული ზაფხულის ჟურნალის გარეკანზე. და გაერაშვილი არჩენიჩერეთი ფოტოგრაფი. ჟურნალი სამყარო დონე საკმაოდ დიდი ხანია თანამშრომლობ. თუმცა გარეკადაზე ჯერ არ ყოფილა პირველი შემთხვევა და ძალიან მიხარია. როდესაც თავთან გამირეკა და შემოთავაზა ეს იდეა, რომ ეს ძალიან მეშინია და წყლისაც ძალიან აღთხოვანებული ვიყავი იმ იდეით, რაც უნდა გამოვიდეს საბოლოოდ, ამიტომ თავისკენ დავთანხმდი და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო ფოტოსესია გამოგვივა. და რადგანაც გაგანია ზაფხული გვაქვს და როგორც იქნა ამინდებიც გვიღირსა კარგი, იდეა მდგომარეობს იმაში, რომ გამოვხატოთ ზაფხული თავის ყველა შემადგენელი კომპონენტით და რაც მთავარია, იყოს ფერადი ყველაფერი, იმიტომ რომ ზაფხული ჩვენთვის ყოველთვის ალბათ ასოცირდება მზესთან, სითბოსთან, სიხარულთან და ყველაფერი ფერადია მაგას ჩვენთვის. ასე ეს სურათი ზუსტად და ეს ყდაც იქნება მთლიანად დათმობილი ზაფხულის თემატიკისთვის. თამთასთან უკვე მეორე პროექტია, რაც თანამშრომლობ და ამ შემთხვევაში როდესაც თამთა შემეხმიანა, მთხოვა რომ გადაგვეღო სამყაროს გარეკანისთვის საზაფხულო ფოტო. და შევარჩიეთ თბილისის ზღვის ტერიტორია, კონკრეტულად მზის ჩასვლის პერიოდი. ბევრნაირად შეგიძლია მიუდგეთ საზაფხულო ფოტოსესიას. აი წყალი გადავწყვეტეთ, იმიტომ რომ კოსტიუმის თვითონ და ეს სამოსები რაც შევარჩიეთ ამ შემთხვევაში ზედაზე მაქვს საუბარი, კლასიკური ზედაა და რაღაც უფრო მისტიურ ეფექტს ქმნის ჩემი აზრით, როდესაც კოსტიუმი წყალთან არის შეერთებული. მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ გავაკეთეთ რაც